საფრანგეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. მარსელის ჩრდილოეთით ორ ადგილას გაჩენილი ხანძრებიდან მეხანძრებმა ერთ-ერთის ლოკალიზება მოახერხეს. ბუშ-დიურონში ღამით 260 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა. შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ებრძვიან ცეცხლის კერებს. ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე და 2 სახანძრო თვითმფრინავი. სამხრეთით რონიაკში 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაჩენილი ხანძრის კერა უკვე ლოკალიზებულია. პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ მარსელში ორგანიზებული სამინისტროთა შორისი კრიზისული ჯგუფის თავმჯდომარე იქნება. ცეცხლი დასავლეთით, რომელიც ეროსა და ოდის დეპარტამენტებს მოიცავს 800 ჰექტარ მიწის ფართობს მოედო. ხანძარი 1 ივლისს შუადღისას ნარბონიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლებასთან ახლოს გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გადავიდა ოდში. ადგილზე მობილიზებულია ორივე დეპარტამენტის სახანძრო ჯგუფები, სულ 550 ადამიანი. ოდის პრეფექტურის ცნობით ამინდის პირობები არასახარბიელოა, რადგან რეგიონში კვლავ მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარია.